აქედან კლასი იყავით ჩამოსული. რამდენი ხნის წინ იყავით? 2 კვირის. აბა მაშინ რაზე ვისაუბრეთ, რა და გამახსოვრდათ, რო იყავით? მაშინ. არა, იმიტომ ამბობ, რომ შეიძლება ტყუილა მოდიან ხოლმე და თუ არაფერი ამახსოვრდებათ მაინც. რა? წერტილი რო დავსვით. რამდენი ბავშვი სწავლობს? 62. ესე იგი 62 თეთრი ფურცელია, ხო? და ჩვენ მაინც იმ წერტილს პოულობთ ხოლმე. ერთი ბერი გამოვიდა და ბერი ხო იცით ვინ არის? ბერი არის ადამიანი, რომელიც დატოვებს ამ წუთის ოფერს და განმარტოვდება და ღმერთს შეწირავს თავის ცხოვრებას და ცალკე ცხოვრობენ, მონასტრები ქვია ამ საცხოვრებლებს. და ერთ-ერთი ბერი ახლა რასაც ეს ვაშკაცი ამბობს, მოდი ერთ ცარცხვ არ გექნებათ. ნუ აი წარმოიდგინეთ, იყოს არის. წარმოიდგინეთ თაბახის ფურცელი, დიდი თეთრი ფურცელი და ერთი წერტილი დასვა კალმით. და გამოიტანა და ბერებს ეკითხება, აბა რა არისო ესო? რას ხედავთო? და მათ უთხრეს, რომ ჩვენო წერტილს ხედავთ. კი, მაგრამ ამ ხელა თეთრ ფურცელსო ვერ ხედავთო? წარმოიდგინეთ, აი აქცენტი რაზე გააკეთეს. თქვენი აზრით რატო შეეკითხა ეს? რაღაცა დანიშნულებით უთხრა, ესე შემთხვევით კი არ ყოფილა. რის გამო უთხრა? თქვენი აზრით. ადამიანში ბოლოცედებინ და ცუდ. აი ეგ არის ძალიან მნიშვნელოვანი. ახლა წარმოიდგინე ადამიანს რო შეხედავ, რამდენი სიკეთე შეიძლება ქონდეს და ჩვენ მაინც ვეძებთ ხოლმე რომ აი ცუდი კუთხით დავინახოთ და მე ან დავცინოთ, ან განვიკითხოთ, გავაკრიტიკოთ რაღაცა ეს. არა და გულის სიღრმეში რომ ჩაეძიო იმ ადამიანს, თითოეულ ადამიანს. რამდენი სიკეთე აქვს, თითოეული ადამიანი ხო ღვთის ხატად და მსგავსად შეიქმნა. აი თითოეულ ბავშვში, აი რომ წარმოედგინე რომ აი ყველაზე ცუდად ვინც იქცევა შეიძლება. რომ ჩაიხედო მის გულში, აღმოაჩენი იმ დიდ თეთრ ფურცელს, სუფთას. აღმოაჩენ. და მიხვდები რომ ის რასაც ის ვერ აკეთებს კარგად, ის არის წერტილი. აი ამაშია საქმე. ესე რომ აი არ ვიცი ამ ბოლო დროს თქვენ უყურებთ თუ არა, მაგრამ ძალიან ძვირფასი ფილმი გადაიღეს წმინდა პაისი ათონელზე. უყურებთ ხო? ძალიან კარგი. და მე იქიდან მინდა ერთი პატარა მონაკვეთი გაგახსენოთ. გახსოვთ პატარა გიორგი. ტკბილეული რო უყარდა ძალიან. აი პატარა გიორგი ხო როგორი ბავშვი იყო, იპარავდა რაღაც საკვების ხო მოიპარა. მაგრამ ნახეთ ესე იგი რა მინდა გითხრათ. არ გიორგის ეუბნება მამა პაისი რომ შენზე უცუც რო ამბობენ, რო გეუბნებიან რომ ცუდი ხარო, არ დაუჯერო. იმიტომ რომ მე შენ დაიჯერებო მართლა რომ ცუდი ხარო და ცუდი გეგონება შენი თავი. მამა პაისი ეუბნებოდა რა კარგი ბიჭი ხარო გიორგიო და ყველა მეუბნებო რომ ცუდი ხარო და არა არ უსმინო მათ. თორემ მე შენს დაიჯერებ რომ ცუდი ხარ. ამითი რისი თქმა მინდა იცით რომ ჩვენ უნდა დავიჯეროთ რომ ცუდი კი არ ვართ, პირიქით კარგი ვართ. არ უნდა მიეჩვიო ადამიანი იმას რომ მე ცუდი ვარ. იმიტომ თუ ამას მიეჩვიე შენ, მე მართლა ცუდად მოიქცევ. პირიქით შენ უნდა ესე იგი ადამიანმა გაიხსენო ყოველთვის რომ მე ღვთის ხატად და მსგავსად ვარ შექმნილი. ღმერთი ხო წმინდა, ყველა წმინდაა და ესე იგი მე უნდა მას ვემსგავსებოდე. და მე შემიძლია რომ მას ვემსგავსებოდე ღვთის მადლით, გესმიდა? ეგ ყველამ საკუთარ თავს თვითონ უნდა დააჯეროს. კი არ უნდა დავაჯეროთ ჩვენს თავს რომ ცუდები ვართ და მაინც ყველა ცუდს ამბობს ჩვენზე და პირიქით ჩვენ უნდა საკუთარი თავი შევაგულიანოთ. აი თვით შეფასება
უნდა ესე იგი სწორი ჰქონდეს ადამიანს. არც მაღალი, აი რა ვთქვა, ხა ზოგჯერ შეიძლება ჩვენს თავზე დიდი წარმოდგენა ჰქონდეს, მაგას კი არ ვამბობ. ეგეც არასწორია. ოქროს შუალედ, ხა ადამიანი წყალში ჩავარდება და დაიხჩობა თუ უწყლობით დაიხჩობა. ხორივე შემთხვევაში იხჩობა. არც უწყლოთ არ უნდა დაიხჩოდა, არც წყალში ან ოქროს შუა წყალი იმდენი უნდა მოიხმარო, რამდენიც სჭირდება დასალევად თუ დასაბანად თუ სხვა. აქაც ესე. საკუთარი თავის შეფასება სწორი უნდა გქონდეს. ოქროს შუალედი უნდა დაიჭირო. არც ის რომ ვიღაცაზე კარგი გეგონოს თავი და არც ის რომ ვიღაცაზე ცუდი გეგონოს შენი თავი. და საერთოდაც ადამიანი შენს თავს ხებს არ უნდა ადარებდე. არ უნდა ადარებდე. შენ ისეთი ვერასოდეს ვერ გახდები ის რო არის. დედამიწაზე ორი ერთნაირი ადამიანი არ არსებობს. ის ისეთია, იმას თავის საქმე აქვს. შენ ისეთი ხარ, როგორიც ხარ და ჩვენს თავს უნდა ვადარებდეთ იესო ქრისტეს. უნდა ვადარებდეთ წმინდანებს. ანუ უნდა ვბაძავდეთ მათ. აი ამაშია საქმე. ხო და აი ჩვენ უნდა ვირწმუნოთ, რომ ჩვენში არის დიდი სიკეთე. სხვათა შორის არსებობს ერთ-ერთი აფრიკული ტომი. აფრიკა ხო გაიგონიათ? აფრიკაში არის ასეთი ჩვეულება, თურმე ესეთი ძალიან საინტერესო რაღაცა მიდგომა აქვთ. დაუშვათ, რომელიმე ადამიანმა დააშავა რაღაცა. აი დაუშვათ ამ სკოლაში რომელიღაცა ბავშვმა რაღაც დააშავა. კი არ მიდიან და კი არ ეუბნებიან, რომ შენ ასეთი ხარ, შენ ისეთი. ჩვენ სამწუხაროდ ზოგჯერ გვეშლება და თუ ვინმე რამეს დააშავებთ, მივდგებით და ყველას თვალწინ გვინდა რომ შევარცხინოთ, გავლანძღოთ, რომ თითქოს ამითი ჭკუა ისწავლოს. ნახეთ იმათ რა მეთოდი აქვს. დავუშვათ რომელიღაცა ბავშვმა დააშავა. აი აქ გამოიყვან, უბრალოდ წრეში ჩააყენებენ და მას არ აქვს არაფრის თქმის უფლება. მან უბრალოდ უნდა მოისმინოს ის, რასაც ეტყვიან და ნახეთ რას ეუბნებიან. აი ამას ხო შუაში ჩააყენებენ. მერე გარშემო მწკრივში ვინც დგანან. ყველა იმას ეუბნება, რა დაინახა მასში კარგი. რა დაინახა მასში კარგი. და ეს ადამიანი დგას და ანუ ამითი რას უნდა მიხვდეს, იცით? იმას კი არა რომ მე ცუდი ვარ, ნახე ყველას თვალწინ გამლანძღეს. არა, პირიქით, მე კარგი ვარ, ნახე რამდენი სიკეთე ყოფილა ჩემში და ის რაც მე შემემთხვა, ის შეცდომა, ის შემიძლია რომ გამოვასწორო. და ნიშანი და ამ ადამიანს აი ამ სიტყვებმა გული უნდა აუსოს. გული უნდა აუსოს და ნიშანი იმისა, რომ გული აივსება, იცი რა არის? რა იყო ნიშანი თუ გახსოვთ? მამა პაისი რო ეუბნეოდა გიორგი, შენ კარგი ბიჭი ხარო. რა გიორგიმ რა უთხრა, აბა გაიხსენეთ. მამო, ეხლა მინდა რომ ვიტირო, ხო უთხრა. გახსოვთ? აი ცრემლი რო წამოუვა ადამიანს, ეს ნიშნავს რომ მისი გული გაივსო. და ჩვენმა სიტყვებმა ადამიანის გული კი არ უნდა გაანადგუროს. კი არ უნდა გააუბედუროს, პირიქით. შენ უნდა გაახარო, ფრთები შეასხა, სიკეთის კეთების იმედი ჩაუსახო. აი ესე უნდა შეხედო, აი ძალიან მნიშვნელოვანია. ადამიანურ ურთიერთობებში ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ეხლა მე დავინახე რომ ახალი სკოლა შენდება. მაგრამ ახალ სკოლაში ხო ჩვენ უნდა გადავიდეთ. მთავარი აქ სკოლა და შენობა კი არ არის. მთავარია ახალი მიდგომები. ახლებურად დავინახოთ ერთმანეთი. ახლებურად დავინახოთ ერთმანეთში სიკეთე. დავინახოთ ერთმანეთში ჩვენი მოყვასნი და არა ჩვენი მტერი, არა ჩვენი მოწინააღმდეგე კონკურენტი თუ რა. არამედ დავინახოთ ჩვენი მოყვასნი. ეხლა წარმოედგინეთ, აი 60 ბავშვი ხო ხართ. 60 ბავშვმა რომ გადაწყვიტოს, რომ მოდი აი ჩვენი სოფელი გვინდა რომ ავაყვავოთ. 60 ადამიანს იცი რამდენი რამის გაკეთება შეუძლია ამ სოფლისთვის, ძალიან ბევრი რამის გაკეთება შეუძლია. აი თქვენ მაგაზე უნდა იფიქროთ. კიდევ რა დაგამახსოვრდეთ? აბა რამდენი ხართ კლასში, თქვენს კლასში? 9 ხართ. და მე-10 კლასიდან სად სწავლობენ? არიან.
დაახალდა. არსებობს თუ არა სამოთხე და ჯოჯოხეთი. ეხლა მე მაქვს ესეთი უკუ შეკითხვა. დავუშვათ მე რომ რაიმე მოვიპარო. აი ყოფილა შემთხვევა რომ მოდი პატარაობაში რაღაც მომიპარავს. პატარაობაში რაღაც მომიპარავს და აი დავუშვათ ჯიბეში მიდევს და სახლში მივედი. ეხლა მე გახარებული ვარ რომ ის მოვიპარე თუ აი ამ დროს რა ხდება ჩემს თავს თქვენი აზრით. ის ნივთი მაქვს რაც მინდო და მოვიპარე და ჯიბეში მაქვს. მაგრამ ნახეთ თან შიში მაქვს. რომ ამ მშობლებმა არ მინახონ რომ ეს მაქვს. ხომ მკითხავენ საიდან გაქვს? ხო შემეკითხებიან. საიდან გაქვს? მე რა იმის შიში მაქვს, აი თუ გაიგონ რომ მე მოვიპარე, იმან გაიგოს ვისაც მოვიპარე გესმიდა. სულ შიში და ფორი აქვს. არა და არავის არ დაუნახია როგორ მოვიპარე, მაგრამ გულში ეს შიში ხო არსებობს. ხო და ახლა წარმოიდგინეთ რომ მოდი პირიქით ვთქვათ. დაუშვათ ვიღაცას რაღაც უჭირდა და ისე რომ არავის არ დაუნახივარ, მე მივიტანე და რაღაცა 1-2 პური დაუდე იმ სახლის კართან. ან ურდულზე ჩამოვკიდე, ან რაღაცა საკვები. ეხლაც ისეთივე განცდა მექნება, აი მე არავინ არ გაიგოს რომ მე გავაკეთე. ახლა პირიქით სიხარული იქნება. ხო და აი ამ შეკითხვის პასუხათაც შეიძლება ეს გამოდგეს. სამოთხე და ჯოჯოხეთი აქვე არსებობს უკვე ამ წუთის ოფელშივე. ამ წუთის ოფელშივე არსებობს. ჩვენს გულში ზოგჯერ ძალიან დიდი სიხარულია და ზოგჯერ კიდევ სინდისი ქენჯნის გვაწუხებს. აი როგორც ესე იგი ჭიარო ხრავს რაღაცას და რო ჭამს, აი ესე სინდისი ხრავს ადამიანს და აწუხებს და ამ დროს არაფერი არ ახარებს. თქვენ ახლა პატარები ხართ, შეიძლება ისეთი ერთ ვერაფერი ვერ დააშავოთ, რომ სინდისი ასე გაწუხებდეთ, მაგრამ ადამიანს აქვს ამის სამწუხარო გამოცდილება, რომ რაღაცას რო ვერ აკეთებს კარგად. მე სინდისი ქენჯნის და ამ სინდისის ქენჯნას ვერაფერი ვერ შველის გარდა ერთისა, რომ შეინანოს ის რაც ვერ გააკეთა კარგად. და ესე იგი სამოთხე და ჯოჯოხეთი უკვე ამ წუთის ოფელშივე იწყება. ვიღაცის გულში სამოთხეა, ვიღაცის გულში ჯოჯოხეთი. და ვის გულში ჯოჯოხეთია, მას შეუძლია შეინანოს, შენდობა ითხოვს, ახსარება თქვას, გამოასწოროს თავის საქმე და მის გულში შეიძლება რომ სასუფეველის სიხარული იგრძნოს. თუმცა სრულად არც სიხარული არ გვექნება ამ წუთის ოფელში სამოთხისეული და არც ჯოჯოხეთის ტანჯვა. ეს არის იმის პატარა ნაპერწკალი. აი რა სიხარულიც ადამიანს ელოდება სასუფეველში, აქ შეიძლება მხოლოდ იმის პატარა ნაწილი ნახოს. მოციქული პავლე ასეთ რამეს ამბობს, რომელიც თავად იყო სასუფეველში, თვითონ ამბობს, ვითომ სხვაზე ამბობს, მაგრამ თავის თავს გულისხმობს. ის კი არ ამბობს, რომ მე ვარ ასეთი მაგარი და მე ვიყავი და მე ვნახეო, კი არ ამბობს. ვიციო ერთი ადამიანიო, რომელიც აი 14 წლის წინა ღმერთმა აიტაცაო, მე-13-მდე, ანუ სასუფეველში აიტაცაო და მან იქ ნახა ისეთი რამ, რაც ადამიანის თვალს არ უხილავს. მოისმინა ისეთი ხმები, რაც ადამიანის ყურს არ სმენია. განიცადა მისმა გულმა ისეთი რამე, რაც აქ ადამიანის გულს არ განუცდია. აი ხა ჩვენ რო შევკრიბოთ, დღეს ხო დაახლოებით 8 მილიარდი ადამიანი ცხოვრობს დედამიწაზე. აი 8 მილიარდ ადამიანს რა სიხარულიც განუცდია. ერთად რო შევკრიბოთ, თურმე ეს ჯერ კიდე ის არ არის, რაც იქ ელოდება ადამიანს სასუფეველში. გესმით? თურმე ეს ჯერ კიდე ის არ არის, რაც იქ ელოდება. აი რამდენი რამე უნახია ადამიანს, რამდენი ღირს შესანიშნავი ადგილები, ლამაზი ადგილები, მაგრამ თურმე ეგ ჯერ კიდე ის არ არის, რაც იქ ელოდება ადამიანს. რამდენი სასიამოვნო მუსიკა თუ სიმღერა თუ საგალობელი მოусმენია ადამიანს, აი დიდებულად წარმოთქმული ლექსი თუ სხვა, მაგრამ თურმე ჯერ ეგ ის არ არის, რაც იქ ელოდება, იქ გაცილებით დიდი ელოდება ადამიანს სიხარული. გესმით? ამიტომაც აი იმ სიხარულისათვის, რაც იქ ელოდება ადამიანს და უფრო კი ყველაზე მეტად ღმერთთან ყოფნის ბედნიერებისათვის,
ადამიანმა უნდა იბრძოლოს. ეს ჩვენი არჩევანის საკითხი. შენს გასაკეთებელს სხვა ვერ გააკეთებს. შენი გასაკეთებელი, აი დავუშვათ, მოჭიდავე ხარ, გადახვედი ტატამზე. კი, აქედან მწვრთნელი შეგიძახებს, ასექენი, ისექენი, მაგრამ იქ ხო შენ უნდა ქნა ის, იქ ხო სხვა ვერ გააკეთებს. აქაც ესეა. მოძღვარი გეტყვის, მასწავლებელი, მშობელი გეტყვის, მეგობარი რჩევას მოგცემს. ეს კი ყველაფერი ამ უნდა გაითვალისწინო. მაგრამ შენ აკეთებ, შენ ირჩევ. იქ შენ უნდა გააკეთო ილეთი. რომ გაიმარჯვო, ხო მართალი? იქ შენს მაგივრად, ეხლა მწვრთნელი შემოვა და შენს მოწინააღმდეგეს წამოიღებს და დაახეთქებს. არ მოხდება ეს. ის გასწავლის, გეუბნება, მაგრამ შენ უნდა გადადგა ნაბიჯები. აი, მე არაერთხელ მომიყოლია ბავშვებთან ერთ საინტერესო ამბავი არსებობს, რომ ერთმა ადამიანმა დაიჭირა მწერი და გაუგია, რომ ვიღაცა ბრძენი არსებობს, რომ ყველა შეკითხვაზე აქვს პასუხიო და ამან იფიქრა, მოდიო, გავაბრიყვებ ეხლა, ყველას დავანახებ, რომ ეგ ბრძენი კი არაო, არაფერი მაგან არ იცოდა და დაიჭირა ეს მწერი და მიდის ბრძენთან და ფიქრობს. ეხლა ნახეთო. კითხავ, აბა ეს მწერი პეპელაზე იყო ლაპარაკი. ეს პეპელა მკვდარია თუ ცოცხალიო? თუ იტყვისო, რომ მკვდარია, ვაჩვენებ, რომ აი ცოცხალი პეპელა მიჭირავსო. თუ იტყვის, რომ ცოცხალიო, რა უნდა მის მოკვლას ხელს მოუჭერ, მოკვდება და ნახებ, რომ ყველა შემთხვევაში შეცდება. აი, ეხლა ამ კაცმა იფიქრა, რა მაგარი რამე მოვიფიქრეო. ნახეო, ბრძენი რა დღეში ჩავაგდო ეხლა. მიდის ეს სულელი ბრძენთან და ეკითხება, ეს პეპელაო ხელში რომ მიჭირავს, მკვდარია თუ ცოცხალიო და ბრძენმა რა უთხრა ისიც, ყველაფერი შენს ხელშია. ყველაფერი შენს ხელშია. შენ გინდა მოკლევ და გინდა ცოცხალს დატოვებ. და რატო ამბობ ამას? ყველაფერი არის თქვენს ხელში. თქვენ აკეთებთ არჩევას, კარგად იყოთ თუ ცუდად იყოთ. აი ამაში ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს თქვენს არჩევას. რას გადაწყვეტ? სიკეთისკენ გადადგავ ნაბიჯს, კარგად იქნები, გულში სიხარული გექნება. არ გადადგავ სიკეთისკენ ნაბიჯს, არ გექნება ეს სიხარული, მაგრამ უნდა იცოდე, რომ ეს შენ აირჩიე. შენს ნაცვლად არავინ არ ირჩევს. აი მაგალითად ვიღაცამ გაწყენინა, შენ ირჩევ აპატიო თუ არაპატიო. შენ გაიგე, რომ ვიღაცას დახმარება ჭირდება შენ. შენ ირჩევ დაეხმარო თუ არ დაეხმარო. აი ამაზე ალაპარაკი. და თუ გადადგავ სიკეთისკენ ნაბიჯს, შენს გულში იქნება სასუფეველი. დავუშვათ რაღაცას იპარავ, მე ხო გითხარით ბავშვობაში რაღაც მოვიპარე მე. ხომე ავირჩიე რომ მომეპარა. მაგრამ ხო ჩემი გული დამძიმდა იმ ჩემი საქციელი. აი მაგაზე ალაპარაკი. კითხაობა ცოდვაო, კითხაობა ძალიან დიდი ცოდვაა ბავშვები. კითხაობა ფაქტიურად უტოლდება კაცის მკლის ცოდვას. კაცის მოკლა ხო ცოდვაა, ახლა ცოდვა წარმოედგინე და კითხაობა უტოლდება კაცის მკლის ცოდვას. აი პირდაპირ საეშმაკო საქმე. ამიტომ აი თუ ვინმეს, ნუ ახლა თქვენ პატარები ხართ, ესეთი რა უნდა გქონდეთ, მაგრამ მაინც თუ ვინმეს გაიგებთ, ან თუ იცით რომ ვიღაცას ესეთი რამე გაუკეთებია, უნდა ურჩიოთ რომ სასწრაფოდ შეინანოს თავისი ეს ცოდვა. თორე ეს პირდაპირ შეიძლება ითქვას რომ ჯოჯოხეთი არის მისთვის. ძალიან დიდი ცოდვა. მე რასაც ახლა თქვენ პასუხს გაგცემთ, ეს ამას ნომიჩნევთ აუცილებელ რაღაცად. აი თქვენ თქვათ მოძღვარი, მასთან უბრალოდ მე რადგან მთხოვეთ, მოვედი. ეგ არის და ეგ. თხოვნაზე უარი ვერ გითხარით, თორე თქვენ ძალიან ძვირფასი მოძღვარი გყავთ აქ, რა შეკითხვაც გექნებათ, მებრძანდებით და შეეკითხებით და გეტყვით. როგორ დავძლიოთ ეშმაკიო? ჩვენ ეშმაკს ვერ დავძლიოთ, ბავშვებო, მაგის ძალა არა გვაქვს, მაგრამ ღმერთი არის ყოვლად ძლიერი. ჩვენ თუ ღმერთთან ერთად ვიქნებით, მაშინ ჩვენი მომრევი ძალა არ იქნება არაფერი. მაგრამ თუ ღმერთის გარეშე გვიპოვა ჩვენ ეშმაკმა, მის წინაშე ძალიან სუსტები აღმოჩნდებით ჩვენ. ანუ რას გულისხმობ? ჩვენ თუ ახსარების გარეშე გვიპოვა ეშმაკმა,
ზიარების გარეშე, ლოცვის და მარხვის გარეშე თუ ვართ, ჩვენ ადვილი მოსანადირებელი ვართ ეშმაკისთვის. მაგრამ ჩვენ თუ გაძლიერებული ვართ ღვთის მადლით, რომელიც არის საღვთო საიდუმლოებებში, იგივე აღსარება, ზიარება, ზეთის კურთხევის საიდუმლო და სხვა, პირველი ნათლისღება და მირონცხება, თუ ლოცულობს ადამიანი, თუ მარხვას ინახავს, ესეთი ადამიანი ძლიერია, ღვთის მადლი აძლიერებს მას და ღვთის მადლის წინაშე კიდე ყოველი ძალა უძლური ხდება. ამიტომ ჩვენი ფარი ეს არის. ჩვენი გადამრჩენელი არის უფალი. რადგან არსებობს ღმერთი, არსებობს ეშმაკიც და არსებობს მათ შორის ეს ბრძოლაც. ღმერთი გაიმარჯვებს, მაგრამ თავარია ღმერთმა ჩვენს გულში გაიმარჯვოს. ერთ-ერთი დიდი მწერალი არის ასეთი თეოდორ დოსტოევსკი, შეიძლება უფროსებს უფრო გაგონილი გაქვთ. ის ამბობს ასეთ რაღაცას: სამყაროშია სატანაო ღმერთს ებრძვის და ამ ბრძოლის ხაზი გადის ადამიანის გულზე. აქ თავარია შენ ვის გაამარჯვებინებ, შენზე, მე ხო თქვი წეღან რომ შენს ხელშია ყველაფერი, შენ აკეთებ არჩევანს, შენ უნდა გააკეთო არჩევანი, შენს გულში ღმერთი გაიმარჯვებს თუ ეშმაკი. ორივე თავის აზრებს გვაწვდის. ეხლა ჩვენ უნდა დავფიქრდეთ, ვის მოусმინოთ, ვის უნდა ჩვენთვის სიკეთე. ღმერთს უნდა, ღმერთმა გაგვაჩინა, ღმერთის შვილები ვართ. დააკვირდით აბა იმ ლოცვას, რასაც თქვენ ყოველდღე ამბობთ. საუფლო ლოცვა ქვია ამას, თვითონ უფალმა ასწავლა თავის მოციქულებს. მამაო ჩვენოზე ვამბობ. მამაო ჩვენო, ხო ყველასგან ჩვენ ვამბობთ, მამაო ჩვენო, ხო ვამბობთ. აი, ამხელა ნუგეშია ჩვენთვის, რომ ღმერთია და ჩვენ უბრალოდ მივეჩვიოთ, რომ ვამბობთ მამაო ჩვენო, თორე რო დაფიქრდე ღმერთს მამას უწოდებ. მამა და როგორი ტკბილია, ნახე, მამას რო უწოდებ, ესე იგი შენ ღმერთის შვილი ხარ. ის შენი მამაა. ჩვენი მამა ჩვენზე ხო ზრუნავს, არა? და აი ღმერთი ზრუნავს თითოეულ ადამიანს. მას ჩვენი სიკეთე უნდა. ღმერთი ადამიანად მოვიდა და ჩვენთვის ჯვარზე გაეკრა. ჯვარს ეცა. და ამიტომ ის რასაც გვეუბნება, ეს ჩვენთვის სასიკეთოს გვეუბნება. და ეშმაკს კიდე ჩვენი დაღუპვა უნდა. ისე რომ აზრი რომ მოგდის თავში, უნდა იფიქრო ადამიანმა, ეს ღვთისგან არის და ჩემი გადარჩენა უნდა, თუ ეშმაკისგან არის და ჩემი დაღუპვა უნდა. ბულინგი ცოდვაო, რა არის ბულინგი? არ ჯობია ჩაგურავ თქვათ ხოლმე ვიდრე ბულინგი? ჩაგვრა, დაცინვა, ვნებავთ ძალადობა. ჩვენ უნდა ვეცადოთ ბავშვებო, ქართულად ხო მარტო ქართველები უმეტყველებთ. ეხლა შიგადაში კი ჩვენ წამოგწდება ხოლმე არაქართული სიტყვები, იმიტომ რომ შიგადაში წამოგწდება ხოლმე ჩვენ არაქართული სიტყვები, მაგრამ ჩვენ უნდა ვეცადოთ, რომ რაღაცნაირად ავირიდოთ ხოლმე ეს. თუ ვიცით ქართული შესატყვისი ამა თუ იმ სიტყვისა, უნდა ვეცადოთ. თუმცა დაზღვეული არავინ არ არის, შეიძლება შეცდომა მოგვივიდეს, მაგრამ ეხლა რაც შეეხება ცოდვა თუ არა, ნებისმიერი რამე, რაც შენ არ გინდა რომ გაგიკეთონ, არ შენ არ უნდა გაუკეთო სხვას. ეს უფლის სიტყვებია. ეს არის სახარებისეული ოქროს წესი. მოეკეცი სხვას ისე, როგორც შენ გინდა რომ მოგექცენ. სახარებისეულად ასეა, შეიყვარე მოყვასი შენი, ვითარცა თავისთვის. ეხლა თქვენ წარმოიდგინეთ, მთელმა სკოლამ ეს წესი რომ წესად დაიდოს. არავის არ გაუკეთოს არაფერი ისეთი, რაც მას თავად არ მოეწონება. უბრალოდ წარმოიდგინეთ, როგორ შეიცვლება ურთიერთობები. სრულიად შეიცვლება. არავის არ უთხრა ისეთი რამე, რაც შენ არ მოგეწონებოდა რომ შენთვის ეთქვა. არავის არ გაიფიქრო ისეთი რამე, რაც არ გინდა რომ შენზე იფიქროს ვიღაცა. და აი ეს არის
სასუფეველის მდგომარეობა. ყველა ერთმანეთის მიმართ სიყვარულით იქნება. ისე რომ ჩვენ არ გვინდა რომ დაგცინონ, ხო არ გვინდა რომ დაგცინონ, დაგჩაგრონ. პირიქით დაჩაგრულს უნდა გვერდში დაუდგენ. ვაჟაფშაველა გაგგონიათ? გახსოვთ ლექსი რომ არის? ის კი არ არის ბიჭობაო. შეგიძლიათ ეგ ლექსი რა თქვათ? ვინმეს გახსოვთ? ნახეთ იქ ასეთ რამეს ამბობს. იქ ასეთ რამეს ამბობს ბავშვებო. ის კი არ არის ბიჭობაო. დამჩაგვრელებსაც წყალობდეო. ანუ ვინც ჩაგრავს, იმათ გვერდში დაუდგე და შენს დაჩაგრო ის შეგიძლია რა თქვა? ანუ ის კი არ არის ბიჭობა, დამჩაგვრელებსაც წყალობდეო. ბიჭს მაშინ დაგიძახებდი დაჩაგრულთათვის წვალობდეო. აი დაჩაგრულისათვის რომ იწვალებ და ეცდები ფეხზე წამოაყენო, ეცდები დაიცვა, გამოეკომაგო. აი ეგ არის ბიჭობა, ეგ არის ვაჟკაცობა. რატომ არის კარტის თამაში ცოდვაო? მე რამდენადაც გამიგია, კარტს თუ გულისხმობთ იმას, რასაც აი იქ ჯარი და ისინი არის, ხო? თუ მაგას ეხლა უამრავი სხვადასხვანაირი ასეთი ისინი შემოვიდა, ეხლა ყველა ცოდვა კი არ არის, მაგრამ უშუალოდ აი ამაზე ვამბობ, რომ მე რამდენადაც ვიცი, იქ ის სიმბოლოები შემთხვევით არ არის. მე ხა აღარ მინდა ჩამოვთვალო ის სიმბოლოები და იქ არის ქრისტიანული ელემენტები და ბევრი რაღაც სულად შეიძლება ქრისტიანობის საწინააღმდეგოდ და გასაშარჟებლად და დასაცინად და მათ არის გამოყვანილი და მკრეხელობა, მოკლედ ესე რომ ვთქვათ. ჯვარი ჩვენთვის ხო სიწმინდეა. სიწმინდე ხო არის ჩვენთვის ჯვარი. ჩვენი მფარველია ქრისტე, ჯვარზე გაეკრა. ამით გამოგვიხსნა ჩვენ და იქ ახლა აიღო და ჯვრით ესე ითამაშო და რაღაცა მე კიდე იქ უამრავი ასეთი სიტყვები ითქმება, კიდე აღარ მინდა ყველაფერი რომ თქვა ესე იგი და ამიტომ ჯობია რომ აქ თამაშს თავი დაანებოს ადამიანს. მაგის გარეშე შეიძლება ცხოვრება. რატომ არის სხვადასხვა რელიგია? უამრავი, რელიგიაც ბევრია და უამრავი კიდე სექტა არის. ჩვენში საქართველოს ერთ-ერთი გავრცელებული ეს არის რასელისტების სექტა, იაღოველებს რო უწოდებენ საკუთარ თავს და ეს ყველაფერი ეშმაკმა იმისთვის გამოიგონა, რომ ადამიანს გზა აუბნიოს. აი სიტყვაზე ვამბობ. დაუშვათ არის გზა, რომელიც არაშენდიდან, თუ ეხლა უკვე არ შენდა ხია სოფელს თუ ისევ არაშენდა, მიდის გორში. და შენ გინდა რომ გორში ჩახვიდე, გინდა თბილისში ჩახვიდე. და იმ ერთი გზის ნაცვლად რომ ნახო რომ 100 გზა არის. ხო შეიძლება დაიბნე, საით უნდა წახვიდე, არ იცოდე. თუ ეს გზა არის, მერე თუ ვიღაცამ არ მიგითითა. და ქრისტიანობა არის ის გზა, რითიც ადამიანი უნდა გადარჩეს. უფალი თავად ამბობს, რომ მე ვარ გზა, ჭეშმარიტება და სიცოცხლე. და ის რაც უფალმა იესო ქრისტემ თავის მოწაფეებს ასწავლა, აი სწავლება უცვალებელად არის მოტანილი ჩვენამდე. ამიტომაც არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ ადამიანმა შეიმეცნოს თავისი წამსი, ანუ ჩვენ შემთხვევაში ვამბობ, მართლმადიდებლობა რო შეიმეცნოს. ეს არის ჭეშმარიტება. ეს არის გზა, რითიც ადამიანი უნდა გადარჩეს და ის სხვადასხვა მოძღვრება, რაც ეშმაკის ჩარევით იქნა გამოგონილი, ის ყველაფერი იმისთვის არის, რომ ადამიანს გონება აუბნიოს და ჭეშმარიტების გზას ააცდინოს. რატომ ჩადიან ადამიანები ბოროტებას, როცა იციან, რომ ცუდი საქციელია? გახსოვთ მაცხოვარმა ჯვრიდან რა სიტყვები წარმოთქვა? როდესაც ქრისტე ჯვარზე გააკრეს, ის თავის ზეციერ მამას მიმართავდა. და სთხოვდა, მიუტევეო, რამე თუ არა იციან, რასა იქმა, რას ჩადიან. არ იცის იმა, რას ჩადის სინამდვილეში. ადამიანი ბოროტებას რო ჩადის, ბოლომდე რო გაიაზროს ის, რასაც ჩადის, ის ალბათ არ ჩაიდენდა.
რა შედეგები მოყვება იმაზე რომ დაფიქრდეს. ის თავს შეიკავებთ. ამიტომ ჩვენ იმაზე კი არ უნდა ვიფიქროთ რომ აი ახლა ეს მოგწონს და ასე გავაკეთოთ. ყველაფერს თავისი შედეგი მოყვება. ზოგ რამეს შედეგი მოყვება მალევე, ზოგ რამეს მოყვება ცოტა გვიან, მაგრამ შედეგი აუცილებლად მოყვება. აი მაგალითისთვის ვამბობ. აი ეს წყალი დაუშვათ. აქედან რომ გადმოღვარო, ერთი წამიც არ დაჭირდება რომ ძირს დაეწვეთოს, ხო? ან უცბად მოყვება შედეგი. მაგრამ ახლა 100 სართულიანი სახლიდან თუ გადმოღვრით იგივე რაოდენობის წყალს, ჩვენ აღმოაჩენთ რომ 5 წამში ძირს არ დაეცა. ესე იგი შედეგიც არ მოყვა, შეგვჭა ეს ბოროტება ვიღაცა იტყვის. მაგრამ შეგვჭა ძირს არ დაეცემა და სად წავა? ხომართალი გვიან, მაგრამ ის მაინც შედეგს მოიტანს, იქ დაასველებს, ხო? როგორც ამან უცბად. ის ცოტა გვიან, მაგრამ ის აუცილებლად ეგრე მოხდება. ამიტომ ბოროტების ჩამდელმა სინამდვილეში არ იცის, რომ ეს არ შერჩება. იგივე შეიძლება ვთქვათ სიკეთესთან დაკავშირებით. ჩვენ ზოგჯერ სიკეთეს გავაკეთებთ და გონია რომ აი ვერავინ დაინახა, სიკეთით არ გადამიხადეს, მე ბუზღუნებთ, რაღაცა ვაკეთებთ სიკეთეს. იმ წუთშივე თუ არ მოყვა შედეგი, არ ნიშნავს რომ ის შედეგს არ გამოიღებს. თავის დროზე ისიც შედეგს გამოიღებს. ყოველგვარი გაკეთებული სიკეთე. ეშმაკები არსებობენ თუ არა, ჩვენ ამაზე ვისაუბრეთ წეგან, რომ ეშმაკები არსებობენ და ადამიანის დაღუპვა უნდათ. და არა მარტო დაღუპვა უნდათ, არამედ მოციქული პეტრე იცით რას ამბობს? როგორც აი ყვირალი ლომიო, გამძინვარებული ლომი რო დაძწის და თავის საკბილოს ეძებს, მსხვერპლს რო ეძებს. აი ესე დადის ეშმაკიდან ადამიანების დაღუპვა უნდა. ამიტომ ჩვენ ძალიან დიდი სიფრთხილე გვმართებს. რატომ აწამეს ქრისტემ? მათი გადმოსახედიდან მათ რატომაც აწამეს, ეს არის შური. მათ შურდათ ქრისტეს. ქრისტეს შურის გამო აწამეს, შურის გამო გააკრეს ჯვარს. თორე იცოდნენ მათაც ეს ჭეშმარიტება. მაგრამ რეალობა რო ავიღოთ თავიდან ბოლომდე, ქრისტემ თავად ინება ასე რომ ჯვარცმულიყო ადამიანის გამოსახსნელად, ადამიანის გადასარჩენად. რომ ადამიანისთვის დაკარგული 64 დაბრუნებულიყო, 64-ის კარი გაღებულიყო. ადამიანმა და ევამ რო შესწოდეს, ისინი გამოიდევნენ 64-დან და დაიხშო 64-ის კარი. როგორი წმინდაც არ უნდა ყოფილიყო ადამიანი, სასუფეველში მაინც ვერავინ მიდიოდა. და პირველად სწორედ მაშინ შევიდა სასუფეველში ადამიანი, როცა ქრისტე ჯვარზე გაეკრა ჩვენთვის. მარჯვნივ ყოფი კეთილგონიერი ავაზაკი, რომელიც ნანობს თავის ცოდვას და უფალს ევედრება, რომ მომიხსენეო შენ სასუფეველშიო, უფალი ეუბნება, დღესვე ჩემთან იქნები სამოთხეში. ეს ნიშნავს, რომ ქრისტეს ჯვარცმით გაიხსნა კარი სასუფეველისა. რატომ ღებავთ კვერცხებს წითლად? ესეც ქრისტეს ჯვარცმას და აღდგომას უკავშირდება. საერთოდ კვერცხი არის სიცოცხლის სიმბოლო. ხო, სიცოცხლე ჩნდება იქიდან. და ესეთი გარდამოცემა არსებობს. უკავშირდება ერთ-ერთ მენელსაცხებლე დედას მარია მაგდალინელს, რომელმაც იმპერატორ ტიბერიუსს ახარა ქრისტეს აღდგომა, ჩვეულებრივი კვერცხი გაუწოდა, ასე თქვამია, ჩვეულებრივი კვერცხი გაუწოდა და უთხრა, რომ ახარა ქრისტეს აღდგომა, ქრისტე აღდგაო და იმპერატორს უთქვამს, იმპერატორი იგივე მეფე, უთქვამს, რომ ეგ ისევე, ანუ ქრისტე ისევე აღდგა მკვდრეთით, როგორც ეგ კვერცხი გაწითლდებაო და მართლაც ეს კვერცხი მარიამის ხელში გაწითლდაო და ამიტომაც ტრადიციულად ესე კვერცხები იღებება წითლად. თუმცა ეხლა არის ხოლმე, რომ სხვადასხვა 1000 ფრად ღებავენ კვერცხებს. მე ძალიან არ მომწონს ეს. აღდგომას იმიტომ ღებავთ, რომ წითლად უნდა შეიღებოს. განა იმიტომ, რომ მაინც და მაინც თეთრი არ უნდა იყოს. რა არის ეშმაკის მოციქული? ესეც შეკითხვა. ეშმაკის მოციქული ისევ ეშმაკი იქნება. მაგრამ მეორე მხრივ ძალიან საინტერესო რამეს ამბობს ერთ-ერთი დიდი წმინდა მამა,
წმინდა იოანე სინელი. დიდი მოძღვარი იყო, დიდი ბერი იყო, რომელმაც სახელმძღვანელოდ დაწერა ბერებისთვის და იქ ასეთ რამეს ამბობს. პირში მაქებარი კაცი არის ეშმაკის მოციქულია. რადგან ღმერთი ადამიანს დაუფარავს მის მიერ გაკეთებულ სიკეთეს, რომ ის თავდაბალი დარჩეს. და პირში მაქებარი კაცი კიდე ყველა ამ სიკეთეს გადმოუშლის წინ, აი შენ ასეთი ხარ, შეიძლება დაღუპოს ამით. ის სხვა შემთხვევაა თავიდან რაც თქვით, რომ ვიღაც რო წაქცეულია, ცუდად მოიქცა და ის რო შეაგულიანო სიკეთისკენ. მაგრამ მეორეა რომ თუ ადამიანს ისედაც ატყობ, რომ ცოტა ამაყი ხასიათი აქვს და ამპარტაონია, შენ კიდე ქება დაუწყე, ის შეიძლება დაღუპო ამით. ანუ სწორად და თავის დროზე უნდა გამოიყენო ის შექებაც. ეხლა ადამიანს თუ ხედავ, რომ რაღაცა ხატავს და ცოტა ვერ გამოსდის ეს ნახატი. იმას ცოტა უნდა შეგულიანება ჭირდება, გესმის, ცოტა უნდა შეუძახო, რომ კარგია და მართლაც მე კარგად გამოუვა. იმას რო უთხრა, რომ კიდე შენ არ გამოგდის და მოდი გაანებე მაგას და შეიძლება გული გაუტეხო. ამიტომ სწორად უნდა მაგას გაკეთო. როგორ არ დაგძლიოს ეშმაკმა. აი, თქვენი მოძღვარი მამა გიორგი მიდით ხოლმე ახსარება თქვით. ახსარების თქმა ნიშნავს, რომ შენ ეშმაკს ემიჯნები. შენ ამბობ, რომ მე ცოდვამ ძულს და თუ ახსარებას არ ამბობ, მაშინ გამოდის, რომ შენი ცოდვა გიყვარს. ანუ რაც ეშმაკმა შემოგთავაზა, შენ აიღე. და ამ შემთხვევაში შეიძლება დაგძლიოს მე ეშმაკმა კიდე უფრო მეტი ცოდვა ჩაგადეინოს, მაგრამ შენ რო იტყვი, რომ არა, აი პატარა მცენარე ხო ადვილად ამოიძირკვება. დიდი ხერო გახდება, იმას ეგრე ვეღარ ამოძირკვა. ცოდვაც ეგრეა, რომ შეატყობს შენს თავში რაღაცა დაუშვათ, რაღაც დაგენანა. ერთხელ, ორჯერ, სამჯერ, შენ თუ ეს უყურადღებოდ დატოვე, შეიძლება ძალიან ძუნწ ადამიანად ჩამოყალიბდე. მაგრამ შენ თუ მაშინვე ახსარებაში ამბობ, რომ მე დამენანა, მე ნენელა განიკურნები. და იგივე სხვა ნებისმიერ ცოდვასთან დაკავშირებით. როდესაც ღმერთზე ცუდი სიტყვები გვეფიქრება და არ გვინდა რომ თქვათ, ამას ეშმაკი გვაფიქრებინებს, ამას ეშმაკი გვაფიქრებინებს და ჩვენ ზოგჯერ ამითი გვაშინებს ეშმაკი. რომ რითი გვაშინებს, ნახეთ, რომ თითქოს ეს ჩვენი ფიქრებია. ზოგჯერ ადამიანმა შეიძლება იმედი დაკარგოს, რომ აიმე ესეთ რაღაცას რო ვფიქრობ, რა მეშველება, რიღათი გადავრჩები, გესმით, რამხელა მკრეხელობას ჩავდივარ. სინამდვილეში ის ფიქრები და სიტყვები შენ არ გეკუთვნის. ეშმაკმა მოგიტანა, ამიტომ შენ არ აყვე ამ ფიქრებს. არ დაუჯერო, მით უმეტეს არც გაიმეორო. არამედ ეცადე რომ სხვა რაღაცაზე გადაიტანო ფიქრი და გულში ილოცო. იესოს ლოცა თქვა, უფალო იესო ქრისტე შემიწყალე მე. ყველა წმინდა ღვთისმშობელს მიმართო, ყველა წმინდა ღვთისმშობელო შეგვეწიენ და გვაცხოვნე. ნებისმიერი ფიქრი, რაც ჩვენში შემოდის, ჩვენ თუ მას გავემიჯნებით და არ დავეთანხმებით, ის ჯერ ჩვენი არ არის. ახლა ქუჩაში რო გაივლი და ვიღაც რო იგინება, შენს ყურში ხო შემოდის ეს სიტყვები, მაგრამ ახლა ეს შენი დანაშაულია, ის რო იგინება და შენ რო გესმის, შენი დანაშაული არ არის. შენი როდის გახდება, როცა შენს დაეთანხმები. როცა შენს მერე გაიმეორებ. მე ახლა თუ იგივე სიამაყით გაიმეორებ, უკვე ნიშნავს, რომ საქმე ვერ არის კარგად. წინა ცხოვრება არსებობსო? ანუ ადამიანი რო წინა ცხოვრებაში არსებობდა, ეგეთი რამე არ არსებობს. ეგ არ არის მართლმადიდებლური სწავლება. სიკვდილის მერე რა ხდება? სიკვდილის შემდეგ იწყება სიცოცხლე. სიკვდილი არის, როგორც ამბობენ, კარი, რომელი კარითაც ადამიანი შედის მარადიულ სიცოცხლეში. უпростоრად ეს არის გარდაცვალება. გარდაცვალება. ჩვენ კი არ ვკვდებით, არამედ გარდავიცვლებით. ჩვენ მარადიულად უნდა ვიცოცხლოთ. და ის მარადიული სიცოცხლე ან სიხარულით იქნება ახსავსე და ან მწუხარით. ამაზე ჩვენ თავში ვისაუბრეთ. ჩვენ არჩევანის წინაშე ვდგავართ და არჩევანს ვაკეთებთ მხოლოდ და მხოლოდ ჩვენ. სხვები გვეხმარებიან, როგორც თქვით, მშობელი, მეგობარი, მასწავლებელი, მოძღვარი, ვისაც შენ უყვარხარ, ის გეხმარება.
გზას გიჩვენებს, მაგალითს გიჩვენებს, გასწავლის, მაგრამ არ შევან შენაკეთ. როგორი ადამიანი უნდა ვიყო, რომ სამოთხეში მოხვდეო? როგორი უნდა ვიყო და საკუთარ ცოდებზე მონანული? უნდა აი საღამოს რო დაწვევი, გაიხსენო იმ დღეს როგორ გაატარე. ის დღე როგორ გაატარა? ვინმე ხომ არ აწყენენ და ვინმეზე ცუდი ხომ არ იფიქრე. ღვთისმცნებას ხო არ გადახვედი, სხვანაირად ხო არ მოიქეცი. ღვთისმცნებები სახარებაში წერია. სახარების წიგნი ყველა თქვენგანს აქვს ოჯახში. ახალი აღთქმის წიგნი. იქ თქვენ შეგიძლიათ წაიკითხოთ, შეეცადოთ იმის მიხედვით იცხოვროთ და თუ რამე შეგვცდა და ჩვენ შეგვცდება რაღაცები, იმიტომ რომ ადამიანები ვართ. უნდა მივიდეთ მოძღვართან, შევინანოთ ჩვენი ცოდვა და გავაგრძელოთ ცხოვრება. მერე კიდევ და აი ესეთი ადამიანი გადარჩება. როდესაც ლოცა გვეზარება, ამ შემთხვევაში ღმერთი ბრაზდებაო. ღმერთი კი არ ბრაზდება, როცა ჩვენ გვეზარება, მაგრამ ჩვენ გვაკლდება ღმერთთან ურთიერთობის აი ეს სიხარული. ჩვენ გვაკლდება. როცა ხო ღმერთთან საუბარი. ღმერთს კი არ აკლდება. ღმერთი წუხდება, იმიტომ რომ მას ჩვენ უყვარვართ, როგორც შვილები. და კიდევ უფრო მეტად, მაგრამ ღმერთი ერთნაირია, ღმერთი ხან გავგვიბრაზდება და ხან მოგვეფერება, ეგრე კი არ არის. ღმერთი ერთნაირი არ იცვლება, ღმერთს სულ უყვარვართ, ყოველთვის უყვარვართ. და მან გვასწავლა ის, ჩვენ როგორ უნდა გადავრჩეთ, რომ ჩვენ ღმერთს ვთხოვოთ. ადამიანს თავისი ძალა არ აქვს. აი მაგალითად აქ სცენარი რო გიდგიათ. მაგას ფესვები ექნება? ხო ექნება. და ფესვები რო არ ქონდეს, მაინც აი რო გადავჭრათ ახლა, რო გადავჭრათ. მაინც გაიხარებს? რა მოუვა ცოტა ხანში? აი მაგალითად ესეთი რამე რო გავაკეთოთ. რო გადავჭრათ და ცოტათი დავაცილოთ ეს. მაგრამ რაღაც შემოახვიოთ, რომ გარეგნულად არ ჩანდეს. რა მოუვა? გახმება. ცოტა ხანში რაც სინოტივი აქვს, რაც ენერგია აიღო ფესვებიდან, ცოტა ხანი ეყოფ. აი ყვავილს რომ მოწყვეთ და შეყვარებულს რომ მიუტან. ხო ცოტა ხანში ნელ-ნელა ხმება. მერე ახალი უნდა მიუტან. ხო და აქაც ესეა. ეს ხო გახმება, იმიტომ რომ ფესთან აღარ აქვს კავშირი. ადამიანიც ესე ღმერთთან კავშირი თუ არ აქვს, ის სასიცოცხლო ძალები ერთმევა. ღმერთთან კავშირი როგორ უნდა ქონდეს? უნდა ხშირად ეზიარო. ქრისტეს სისხლსა და ხორცს უნდა ეზიარო და უფალი ამბობს, რომ ვინც ამას გააკეთებსო, მას თავის თავში საუკუნო ცხოვრება ექნება. ანუ მარადიული სიცოცხლე ექნება. ცრუ მორწმუნე ადამიანი სამოთხეში მოხვდება თუ არ მოინანიაო? უნდა მოინანიოს. უნდა მოინანიოს. თქვენ თვითონ ვამბობთ, რომ ცრუ რწმენაო და ვინმე რომ გითხრას, ეხა მე ტყუილი უნდა გითხრაო და დამიჯერეო, დაუჯერებთ. ესე იგი ცრუ რწმენა თქვენ თვითონ ვამბობთ, რომ ტყუილი რწმენაო და რატო უნდა დაიჯერო? აი მაგალითად რაღაცებს ამბობდნენ ხოლმე ჩვენს პატარაობაში. ახლა აღარ მახსოვს, არც მინდა რომ გავიხსენო, რომ თქვენც რაღაც არ გასწავლოთ ამით. რა მე მართალი არ გეგონოს. თუ ადამიანი ხშირად გვაწყენინებს, მაინც უნდა ვაპატიოთო? ის გვაწყენინებს თუ არა, ჩვენი მხრიდან, ჩვენ რო ვპატიობთ, ეს ჩვენი შინაგანი მდგომარეობის გამომხატველია. ეს ჩვენი ღირსებაა, რომ ვაპატიოთ. ის ნანობს თუ არა, ეს მისი ღირსებაა. ეს შენი ღირსებაა, რომ შენ მიმტევებელი იყო. ანუ დავუშვათ ადამიანი ნანობს. თუ ნანობს, ხო თავისთავად ცხადია, უნდა აპატიო. რამდენჯერაც არ უნდა შეეშალოს, უნდა აპატიო, მაგრამ დავუშვათ ატყობ, რომ არ ნანობს. შეიძლება სიტყვით არ უთხრა, რომ მე შენ გპატიობ, მაგრამ შენს გულში უნდა იფიქრო, რომ ამ ადამიანმა ალბათ ამჯერად მეტი ვერ შეძლო. აი რაც შეძლო ესაა, ვერ შეძლო, რომ შენდობა ეთხოვა. იქნებ ნანობს კიდეც გულში, მაგრამ ვერ შეძლო, რომ შენდობა ეთხოვა. ამიტომ თუ აპატიებ მაინც გულში, არა, ეს შენი დიცულოვნების გამომხატულება იქნება.
რატომ არ შეიძლება მაისში ქორწილიოდ? მე გუშინ წინ დავწერე ჩვენს ნათესავებს ჯვარი და რატო არ შეიძლება? ესეთი გამოთქმა არსებობს. აი ეგ არის ცრურწმენა. მაისშიო მხოლოდ ვარდი ხარობსო. რა ვიცი. ცრურწმენაა და უნდა დავიჯეროთ. თქვენ შეგიძლიათ მაისში, ჯერ პატარები ხართ ახლა. იქამდე ბევრი მაისი ჩაივლის, მაგრამ და შეიძლება. მთავარია რომ არ იყოს მარხვის დღეები. დანარჩენი არავითარი მნიშვნელობა არ აქვს, რომელი თვე იქნება. ერთადერთი აი ახლა უცბად რაც გამახსენდა, ჯვრის წერა არ შეიძლება დეკემბერში. ეხლა ესეც რამე ის კი არ არის ცრურწმენა. 28 ნოემბერს მარხვა იწყება და 7 იანვრამდე მარხვაა. და ესე იგი მთელი დეკემბერი მარხვაა. დეკემბერში არ შეიძლება. განა იმიტომ კი, განა იმიტომ რომ რამე ხარობს ან არ ხარობს. მარხვაა და ამიტომ არ შეიძლება. მეტი არაფერი. შეყვარებული მყავს და მშობლებს ვერ ვეუბნები. მეშინია რომ გამიბრაზდებიან და ამიკრძალავენ. ნუ გეშინია, უთხარი. უთხარი, ნუ გეშინიათ. ეს ალბათ უფრო გოგონას ნათქვამია და იცით რა არის? თუ მშობელს ეტყვით და სწორად აუხსნით. თუ მშობელს ეტყვით და სწორად აუხსნით და იმ ურთიერთობებში არავითარი ზედმეტი არ ხდება, მშობელი ამას არ აგიგრძალოს. მაგრამ თუ რაღაცა ზედმეტობა შეატყო მშობელმა, იმას აუცილებლად აგიგრძალოს და თქვენც ეგ უნდა გინდოდეთ, რომ აგიგრძალოთ ისეთი ურთიერთობა, რაც თქვენ ბედნიერებას არ მოგიტანთ. რაც უფრო მეტი სიწმინდით და მოგრძალებით მივა ადამიანი ოჯახის შექმნას და მით უფრო მტკიცე ოჯახი ექნება მას. შეიძლება რომ უთხრათ. პირიქით შეიძლება მისგან რამდენი რჩევა დარიგება მიიღო. ისიც ხო ყოფილა შეყვარებული, მასაც ხო გამოუვლია ჩვენი მდგომარეობა. ვინც ის იქნება რა რჩევა გითხრას ისეთი რომ შენ გამოგადგეს. ნაუც ჩემი აზრი ეს არის და თქვენიც. კითხვები რომელიც გამეორდება აღარ წავიკითხო. რატომ არ შეიძლება ეკლესიაში საუბარიო? ეხლა ჩვენ ხო ერთმანეთთან საუბრობთ ბავშვებო, ჩვენ ხო საუბრობთ ეხლა. აი მაგალითად შენ რა ქვია ვაჟკაცო? ანდრია? აი ანდრია რომ ეხლა ადგეს და ლექს რო ამბობდეს და ჩვენ რო უსმენდეთ ამ ყველაფერს. შეიძლება რომ დავუშვათ აქეთ 2-3 ადამიანი ერთმანეთში დადგეს და საუბარი დაიწყოს? ხო არ შეიძლება წარმოიდგინეთ ანდრია ადამიანია და მეც ადამიანი ვარ, ჩვენ ყველანი ადამიანი და მე რომ მესაუბრება, ამ დროს რო ვიღაცა ხელს უშლიდეს, ეგეც უკვე არაკულტურული საქციელია ხო მართალია და ეხლა ტაძარში როდესაც მე დავითნე კითხულობს ან მღვდელი ამბობს ლოცვას და ღმერთს ესაუბრება, ამ დროს ვიღაც საუბრობს და ხელს უშლიდეს ღმერთთან საუბარში, წარმოიდგინეთ აბა როგორი ამბავი. იქ მოგრძალებაა საჭირო. როგორ უნდა მოიქცეთ, როდესაც მეგობარი ცუდ რაღაცაში გვთავსო. ჩვენ არ უნდა დაუჯეროთ და არ უნდა ავყვეთ ცუდ რაღაცაში. თუ მას უნდა რომ ჩვენთან ერთად სიკეთე გააკეთოს, კი ბატონო, ვიმეგობროთ. თუ არა და თუ უნდა რომ ბოროტებაში ჩაგითრიოს, ესე იგი ის ვერ გამოგადგება შენ მეგობრად, იმიტომ რომ შენ მასთან ერთად შეიძლება თავი დაიღუპო. ამიტომ ჯობია რომ შეწყვიტო ის მეგობრობა, რომელი მეგობრობა შენ უფრო ცოდვაში გაგდებს. ან უთხრა შენც რომ არ გავაკეთოთ ეს, თუ დაგიჯერებს, ხო, თუ არ დაგიჯერებს, მაშინ. რატომ არსებობს ტკივილი და სირთულეები ცხოვრებაში? იმიტომ ბავშვებო, ჩვენ ხო ვთქვით რომ
64-დან გამოიდევნა ადამი და ევა. ჩვენ არ ვართ 64-ში. ჩვენ ვართ 64-დან განდევნილთა ადგილზე. ჩვენ ვცდილობთ, რომ 64 დავიმკვიდროთ. ამ წუთისოფეში ტკივილი უფრო მეტია, ვიდრე სიხარული. და ესეც გვაფიქრებინებს ჩვენ, რომ მოვიპოვოთ ის მარადიული სიხარული. ამიტომ აი ჩვენ ამას უნდა ვეცადოთ. ძალიან ხო არ გადავაჭარბე. როგორ ვებრძოლო ბოროტ ფიქრებს. მე სულ ასეთი შედარება მომყავს ხოლმე ბავშვებთან რო ვარ. ბოროტი ფიქრები. აი წარმოიდგინეთ, რომ ეს რო იყოს ნაკვერჩხალი რო იყოს ეს. ცხელი გავარვარებული. ჩვენ თუ ამას დავუშვათ ეს რაღაცაზე დევს, ეს ჩემი ხელი არა. უცბად თუ ავიღებთ და დავდებთ, ხელი დაგვეწება? აი ძალიან სწრაფად რო გააკეთე. ხელი არ დაგეწება. მაგრამ ცოტა ხანი თუ ხელში დაიჭერ, დაგეწება. ეხლა თუ აიღებ და უბეში ჩაიდებ, დაგწავს, ხო მართალი? აი ბოროტი აზრებიც ეგრეა, ცეცხლი გაგისდება, ბოროტი აზრებიც ეგრეა. თუ უცბად გაიელვებს თავში, ის შენ არ დაგაზიანებს. მაგრამ შენ თუ აიღებ და ამას თვალიერებას დაუწყებ იმ ბოროტ აზრებს, აბა რა არის, როგორ არის, ის უკან უკვე დაგწვა რაღაც. ეხლა თუ ამას შენ გულში შეინახა, აი ვიღაცის მიმართ ბოროტ აზრს თუ გულში ჩაიდებ, ცეცხლი წაგეკიდება, აენთები, გაგიჟდები, გაცოფდები და კარგი არაფერი არ მოხდა. მე შეიძლება მიხვიდე და ის სხვაც დაწვა. შენ ანთებულმა. ამიტომ ჯობია რა. ამას როდესაც იგრძნობ, რომ ეს ბოროტი აზრი უცბად გაუშვა ხელი. გაერიდო. ილოცო და სხვა რაღაცაზე გადაიტანო ფიქრი. აი ეს ორი ძალიან მძლავრი საშუალება არსებობს. ერთი რომ ილოცო და მეორე რომ უცბად გაუშვა ხელი. ეხლა ეს ლოცვა რა არის? ნახე. დაუშვათ შენ და მამა მიდიხართ სადღაც ქუჩაში. აი დაუშვათ შენ და მამა მიდიხართ. ცოტა მოშორდი მამას და საიდანღაც ძაღლი გამოგეკიდა. რას აკეთებ? მამასთან გარბიხარ. შენ ხო არ მიდიხარ და იმ ძაღლს კბილებს ხო არ უსინჯაობა, როგორი კბილებია, ხო არა თვალიერებ. მამასთან ხო გარბიხარ მამასთან, რომ მამამ გიშველოს და ჩვენ რა ვთქვით, მამაო ჩვენოში რას ვამბობთ, ვინ არის მამა? ღმერთი, ამიტომ უნდა ილოცო, მამასთან უნდა გაიქცე, რომ გიშველოს. ესმის ბოროტი ფიქრი რომ მოვიდა, ერთი ის რომ სხვა რამეზე გადაიტანო ყურადღება, აი როგორც ამ ნაკვერჩხალს ხელი გაუშვა. მეორე ის რომ მამასთან გაიქცე. უფალო შემეწიე ილოცო. მაგით გადარჩა. რატომ ყავდა ქრისტეს 12 მოციქული? რატომ მაინც და მაინც 12? მე ამას ვერ გეტყვით, მაგრამ ზოგადად ეს 12 ძალიან საკრალური რიცხვია. ძველ აღთქმაშიც არსებობდა ისრაელის 12 ტომი. მე არ ვიცი, აი შეიძლება მამა გიორგი უფრო იცოდეს, რატომ მაინც და მაინც 12, მაგრამ 12 რომ ძალიან ხშირად ფიგურირებს, ეს ცხადია. ისე როგორც აი შემდგომ უკვე დაუშვათ ასურელი მამები რომ შემოდიან საქართველოში, აი ხვალ არის 13 ასურელი მამის ხსენება. ივანეს ზედაზნელმა 12 მოწაფე ჩამოიყვანა საქართველოში. ქრისტეს მსგავსად. და აი რატომ მაინც და მაინც 12 მე არ ვიცი. მაგრამ ეს ღვთისგან ესე იყო. აი არის ბიბლიაში ისეთი ციფრები, მაგალითად 40 ხშირად მეორდება ბევრგან. იგივე ის რაც თქვენ ათქვით 12 მოწაფე, მაგრამ რატომ გადაწყვიტა უფალმა რომ მაინც და მაინც 12, მე ამის პასუხი არ მაქვს. როგორ ვაპატიობთ იმ ადამიანს, რომელმაც ძალიან მაწყენინა და გამაბრაზა? ცით რა არის? თუ არ გაგვაბრაზებდა და არ გვაწყენინებდა, საპატიებელიც არაფერი არ იქნებოდა, ხო მართალი? და ზუსტად იმას უნდა აპატიო, ვინც გაწყენინა და შენ დადგენ შენს პატარა კაცზე მაღლა. ჩვენში ხო პატარა კაციც არის, რომელსაც არ უნდა რო აპატიოს, რომელსაც ენანება, რომელსაც შურს, რომელსაც მხოლოდ თავისთვის უნდა ყველაფერი. მაგრამ ჩვენში არის ასევე დიდი კაცი, დიდსულოვანი უნდა იყოს ადამიანი და უნდა ეცადოს რო აპატიოს.
ჩვენ შეიძლება ძალა არა გვაქვს მაგის, მაგრამ ღმერთს აქვს ამის ძალა. ჩვენ თავარია გვინდოდეს რომ ვაპატიოთ და ღმერთი შეგეწევ. რატომ მოინდომა ეშმაკმა ღმერთთან გასწორება? ეშმაკში არ იყო მადლიერება და იყო ამპარტავნება. ეშმაკი რომ მადლიერი ყოფილიყო, ეშმაკი ხო თავდაპირველად ანგელოზი იყო, ნათლის ანგელოზი იყო. ის რომ მადლიერი ყოფილიყო იმისათვის რაც მას ჰქონდა, მასში ეს სიამაყე აღარ იქნებოდა. აი სიამაყის და ამპარტავნების გამო. რატომ ეშინია ლოცვებს ეშმაკის? ეხლა მაგალითად, აი წეღან რო ამბობდით, ძაღლი რო გამოგეკიდება და იქიდან მამა რო დაუტევს იმ ძაღლს. არ ეშინია იმ ძაღლს, იმ ძაღლსაც ეშინია ხოლმე და მერე გარბის. ჩვენ რომ მამას მივმართავთ, ეშმაკს ამისი ეშინია. ოღონდ თუ ადამიანი სწორად ლოცულობს, ღმერთი ახსოვს. რატომ არ შეუძლიათ გოგონებს ეკლესიაში თავშლის გარეშე და კაბის გარეშე? ეს ჩვენი ტრადიციაც არის და ეს საღვთო სწავლებაც არის. მოციქული პავლე ამბობს, რომ მანდილოსანია, რომელიც ლოცულობსო, თავსაბურავი უნდა ჰქონდეს. თუმცა არის ქვეყნები, სადაც ეკლესიაში მანდილოსანს არ უკეთია მანდილი. მაგრამ ეს მათი ტრადიციაა. ჩვენი ტრადიცია ისაა, რომ ჩვენ გვიკეთია მანდილი და ეს მანდილი მორჩილების და თამდაბლობის ნიშანს წარმოადგენს. მანდილოსნის მხრიდან. ეს ძალიან მოკლედ. როგორ ვებრძოლოთ სიზარმაცესო? სიზარმაცეს უნდა ებრძოლოს სიყოჩაღით. უნდა აიძულო შენი თავი. სხვანაირად არ გამო. არ უნდა მიეჩვიო, რომ დაგეზარა და აი წამოწოლა გინდა და მოდი წამოწვები. ადგომა გეზარება, რომ სხვას დაუთმო ადგილი და მოდი არ ადგები. პირიქით, შენი თავი უნდა აიძულო, ისაკეთებინო, რაც ღირსეულია. სადღაც ადგომაა საჭირო, სადღაც სირბილია საჭირო, სადღაც რაღაცას მიეხმარო, სიმძიმეები მიატანინო, ეგ არის საჭირო. და თუ ივარჯიშებ სიყოჩაღით, არა, ერთხელ იზა, ორჯერ, სამჯერ, მერე ეს სიზარმაცე გაიქცევ. ესე ვამბობთ ხოლმე, ხატოვნად. აი დაუშვა დილით ადგომა ეზარება ბავშვს. საწო, აი გაახილა თვალები და დე 5 წუთიც ვიქნები რა. 1 წუთიც ვიქნები, და დედაც კარგი შვილო, კარგი. თუ ცოტა მკაცრია დედა, 5 წუთი კი არა, 9 წუთიც ვეღარ გაჩერდები იქ. დაუშვათ სიზარმაცე არის პიროვნება და მოვიდა ჩვენთან. და გვეუბნება, დედა რო გაგვიძებს გეუბნება, მოდი უთხარი რომ 5 წუთიც იქნები. შენ დათახდები, კარგი ვეთქვი, დედას ეუბნები, და 5 წუთი ვიქნები. ამ სიზარმაცემ შეგატყო რომ შენთან ლაპარაკი ჭრის, შენ უჯერებ. და კიდე მოვა, ხვალაც მოვა, ზეგაც მოვა და სულ ეგრე იქნება. მე შეიძლება წუთები კიდევაც მოუმატოს, მოდი ახლა 10 წუთი იწეგი. მაგრამ თუ მოვიდოდა ეს სიზარმაცე და დედა რო გეტყოდა შვილო სკოლაში წასვლის დროა და ადექი და შენ მაშინვე წამოხტებოდი. ეს სიზარმაცე იტყოდა, ეს ვინა ყოფილაო, არაფერი არ გამიგონა. ერთხელ რო შეგატყობს რომ არ გაუგონე ამ სიზარმაცეს ორჯერ, სამჯერ მერე თავს დაგანებებს და იცი ვისთან წავა? ვინც უჯერებს. ისე რომ აზრი რომ მოგდის თავში რომ მოდი ცოტა ხანიც ვიწვევი. ეგ უკვე ნიშნავს რომ სიზარმაცე მოცუცქდა ჩვენ საწოლთან და გვეუბნება რომ ეგრე გააკეთე. ერთ-ერთ წიგნში წავიკითხე, საბავშვო წიგნი იყო რაღაცა. ერთ პატარა გოგონაზე იყო რომ თავის თავს ცოდვა თუთლიდა რომ თვალებს რო გაახელდა და თუ მაშინვე არ წამოდგებოდა. აი სანამ ის ფიქრი დაიწყება, ავდგე თუ არა, მანამდე ფეხზე უნდა დახვდე. საოცარი ამბავია. ხო თითქოს მარტივია, მაგრამ აბას ცალეთ ხვალდილით რა. აი თვალებს გაახელ თუ არა, უნდა ადგე. აღარაფერი ერთი წამიც კი აღარ უნდა გადადო. იბრძოლეთ, აბა. რატომ არ შეიძლება საკურთხეველში ქალის შესვლა? ღმერთმა ასე ინება, რომ ტაძრის მსახური და ღვთისმსახური უნდა იყოს მამაკაცი. ეს ღვთისგან არის. ისე რაც ღვთისგან არის,
ჩვენ იმის შეცვლის უფლება არ გვაქვს. როგორ გაუმკლავდეს ფოთვას და მუდმივ დაღლილობას, გადაღლილობას. ცირა არის თუ ადამიანი გადაღლილია, ზოგჯერ მას დასვენება ჭირდება. ზოგჯერ ეს შეიძლება ფსიქიკური ამბავი იყოს, რომ რაღაცაზე ნერვიულობს ფოთავს, შეიძლება სულაც ფიზიკურია, გადაიღალა ადამიანი. მაგრამ ყველაფერს თავის წამალი ჭირდება. უნდა გვეშინოდეს, რომ ღმერთი დაგვჭირსო. ღმერთ ჩვენ უყვარვართ. აი მაგალითად მეგობრები ხო გიყვართ. აი დავუშვათ ზეღარ რომ ერთმა მე ვფიქრობ გოგონა, მე ვფიქრობ რომ შეიძლება ვაჟიც იყო. გოგონამ ხო თქვა რომ შეყვარებული ყავსო. იმ გოგონას თავის შეყვარებულისა ეშინია? არ ეშინია. მაგრამ რისი ეშინია? არა. შეყვარებულთან დაკავშირებით რისი ეშინია? შეყვარებულის ანუ ისეთი რამე არ გააკეთოს, რომ შეყვარებულმა ჩვენზე წარმოდგენა შეიცვალოს და აღარ უყვარდეთ, გესმით? აი ამის ეშინია. ხო და აი ღმერთის შიზე რო საუბრობთ, ერთ-ერთი განსაზღვრება ეს არის, რომ ჩვენ გვეშინია, რომ ღმერთის კეთილგანწყობა ჩვენდამი არ დაიკარგოს. თო ის კი არა ღმერთი მოვა და ასე გიზავს და ისე. თუმცა იმას რომ გაიგეშინია რაღაცა არ დაგემართოს, ეგეც შიშია, ეგ დამწყებთა შიშიაო, ასე ამბობენ. პირველი საფეხური. შემდეგ ისაა, რომ მისი კეთილგანწყობა არ დაიკარგოს, მაგრამ კიდევ უფრო აღმატებული ისაა, რომ შენ ღმერთი გიყვარს და ამიტომ აკეთებ სიკეთეს. არც იმიტომ, რომ მისი კეთილგანწყობა არ დაიკარგოს, არც იმიტომ, რომ რამე არ დაგემართოს უბედურება. არამედ იმიტომ, რომ გიყვარს და ამიტომ აკეთებ. როგორ ვილოცო ისე რომ ფორმალობა არ იყოსო, გულწრფელები იყავით, რაც გიჭირს, ის ილოცე, რაც გიხარია, ისიც ღმერთთან მიიტანე შენს ლოცვაში და იქნები ნამდვილი, არ იქნება ფორმალური. იფიქრე იმ ლოცვის სიტყვებზე, რასაც წარმოთქვა. ეხლა მე ხო თქვენ რომ გესაუბრებით, ხო იმაზე ვფიქრობ, რასაც გელაპარაკებით. ეხლა რომ წარმოიდგინოთ, რომ მე რაღაცას გელაპარაკები და ამ დროს მე სხვა რაღაცაზე ვფიქრობ. ეგ არ იქნება ნამდვილი, გულწრფელი. მაგრამ მე იმაზე ვფიქრობ, ეხლა რასაც გელაპარაკებით. შენ უნდა ეცადო ადამიანი, რომ იმ ლოცვის სიტყვებში მოაქციო შენი გონება და იმითი იყოს დაკავებული და არა სხვადასხვა რაღაცებზე ფიქრით. რა არის ნამდვილი ბედნიერებაო? რა ვიცი, ზოგისთვის რა არის და ზოგისთვის რა არის და ნამდვილი ბედნიერება მე თუნკი ვეკითხებით. არის ის, რომ ადამიანის სული და გული დამშვიდებულია, სინდისი დამშვიდებულია და ესე იგი არ გაწუხებს რაღაცის გამო, რომ რაღაც უნდა გაგეკეთებინა და ვერ გააკეთე ამ პირიქით. 4 კითხვა დაგვრჩა. რა მნიშვნელობა აქვს ჯვარსო? ჩვენ ხო თქვით წაღან ქრისტე ჯვარზე გაეკრა ჩვენთვის. ჯვარსო ჩვენს გადასარჩენად. და თითოეულ ადამიანს აქვს თავისი პირადი ჯვარი. აი რაც გულზე ეს სამღვდელო ჯვარია, მაგრამ მე მაქვს ჩემი პირადი ჯვარი, რაც მიკეთია გულზე და თქვენს გაქვთ თქვენი პირადი ჯვარი, ნაკურთხი ჯვარი. გარდა ამისა, და ეს ჯვარი ყველა ქრისტიანს უნდა ეკეთოს, რომ დაიფაროს ამ ჯვარმა და გარდა ამისა, ჯვრად იწოდება ჩვენი ცხოვრებისეული სიმძიმეც, ჩვენი განსაცდელები, ჩვენი პასუხისგებლობაც ამავე დროს. ყველას თავისი ჯვარი აქვს სატვირთავი სულის გადასარჩენად. რატომ არის პატიება მნიშვნელოვანი, თუნდაც რთული იყოს? პატიება იმიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ ადამიანი თუ პატიობს, ესე იგი მისი გულის მდგომარეობა ისეთია, რომ ესე იგი ლმობიერია, უყვარს ადამიანი და როგორც აპატიებს სხვას, ისე გეპატიება შენც. როგორიც ხის მიმართ, ისევე, ანუ ეს ფაქტიურად ბუმერანგის პრინციპია, რასაც დათესავ სხვებისთვის, ის იქნება შენთვის. თუ აპატიებს, აი მამაო ჩვენოში როგორ ვამბობთ, მოგვიტევენ ჩვენ თანანადებნი ჩვენი, ვითარცა ჩვენ მიუტევებთ თანამდებთა მათ ჩვენთ. რატომ გვიჭირს სულიერი ცხოვრება? იცით რატომ გვიჭირს? ალბათ იმიტომაც გვიჭირს, რომ ჩვენ სულიერი ცხოვრების სიტკბოება ჯერ ვერ შევიგრძელთ. ადამიანი ფიქრობს, რომ
აი ეთყობა რაღაც კარგი თქვი რო აათეს თუ ეს კაცი რომ მოდიოდა ერთხელ გურიაში ვიყავით და ბავშვებთან შეხვედრა იყო და რაღაცა ხანი ჩამქრალი იყო შუქიდან მე რაღაცა საუბრობდა აი თო შუქი და აი ეხლა კარგი რაღაცა რო თქვიო შუქი აათეს მაგითო სულიერი ცხოვრება იმიტომ გვიჭირს რომ ჩვენ გონია რომ ეს რაღაც ჩარჩოებია, რაღაც წნეხია, რაღაც ძალიან რთულია. პირიქით ზუსტად აქ არის თავისუფლება, აქ არის სიხარული, აქ არის ბედნიერება, აქ არის სიტყვოება. მაგრამ თუ ადამიანს ეს სიტყვოება არ გაუსინჯავს, მაშინ ერთულება რომ აი მე როგორ მივიდე იქამდე. პირიქით ეს ბედნიერებაა. თუ ადამიანმა გაუსინჯა ამას გემო, ყველანაირად ეცდება რომ ამას თავი აღარ დაანებას. თუ საკუთარ თავს ვერ პატიო, ღმერთი მაინც გაპატიებსო. ადამიანი საკუთარი თავის მიმართაც ელმობიერი უნდა იყოს და უნდა აპატიო. ჩვენ კი არ ვართ ჩვენი თავის გამკითხველი. ჩვენი გამკითხველი არის უფალი. ამიტომ მას უნდა მივანდოთ ჩვენი განსჯა და არა საკუთარ თავს. გადაგღალეთ ძალიან? მადლობა ღმერთს და მადლობა თქვენ ვინც მოგვიწიეთ მამა გიორგის და იმ ქალბატონს გაიხარეთ მამა აი თქვენ რა ხელა შესაძლებლობა გაქვთ ყველა სოფელში კი არ არის ესე ტაძარი რომ მიხვიდე და წიროს და ესწრო და ეზიარო და ის სხვათა შორის აი მე თქვენზე ცოტა დიდი ვიყავი ამ ტაძარში რომ მსახურობდი ხოლმე სტიქაროსნად. თქვენ ალბათ არიცით, მაგრამ ეხა გზაში ვლაპარაკობდით. მე ამ ტაძარში დავიწყე თავიდან სტიქაროსნობა. მამა გედეონი მსახურობდა ხოლმე. მამა გედეონი მსახურობდა ხოლმე და მე დავითნეს რომ ეძახიან, ხო იცი რო კითხულობს. აი პირველად მე დავითნეობა პირველად აქ წავიკითხე. აი ქვემოთ ფერისცვალების ტაძარი რო არის, მანამდე ზემოთ ვიყავით ხოლმე მთავარანგელოს, აი ღვთისმშობლებში. კი. ღვთისმშობლებში პატარა ტაძარი ისეთი ტკბილი იყო ხოლმე იქ. კი. და სკოლაში მოდიოდა ჩვენ. კი, სკოლაშიც მოდიოდა ხოლმე. მე უკვე აქეთ აქ იყო ერთი კაცი, რომელიც გარდაიცვალა ის, თავი გასჭირებოდა ხო იმას ღმერთმოუშველოს რა. სამწუხაროა რომ ისე წავიდა რომ არ შეინანა ის და ძალიან მტკივნეული. მე რამდენადაც ვიცი ყოველ შემთხვევაში. არა, თუ შეთა ერქვათ. ხო და მე უკვე მაგ ქვემოთ ტაძარში ვიყავით ხოლმე და ბევრი ძალიან კარგი დასამახსოვრებელი დღე მახსოვს. აი თქვენ სოფელს რაც უკავშირდება. ეხლა ზოგიერთი თქვენგანი მაშინ დაბადებული არ იყავით და. ძალიან სასიამოვნოა რომ გავიხსენეთ კი. სხვათა შორის შემთხვევითი არ არის. ეხლა სადაც ვსახურობ, მე ისიც ფერისცვალების ტაძარია. აქედან დაიწყო ფერისცვალებით და იქაც ფერისცვალებით გრძელდება. მე რა იქნება კაცმა არის. ეთერი გვასწავლა ჩვენ მე დავითნეობა და ბევრი რამე გვასწავლა, მარტო მე დავითნეობა კი არა, ძალიან ძვირფასი ადამიანი იყო ეთერი. კარგით, აღარ გადაგხლით. მადლობა ყურადღებით.